ნარკომომხმარებლებისთვის ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამიდან კერძო კომპანიებს სრულად ამორიცხავენ. მეტადონის პროგრამაში მხოლოდ სახელმწიფო იქნება ჩართული. ახალი ინიციატივა დღეს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე გამოაცხადა და მიზეზად საზოგადოებაში არსებული საფუძვლიანი ვარაუდი დაასახელა, რომლის თანახმად კერძო კომპანიების მიერ გაწეული მომსახურება ხშირ შემთხვევაში არა პაციენტის განკურნებას, არამედ მისთვის ნარკოტიკული საშუალების ლეგალურად მიწოდებას ისახავს მიზნად. კობახიძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელებაზე, რომელიც მაღალი რისკის შემცველ სამედიცინო საქმიანობათა კატეგორიას განეკუთვნება, სრული პასუხისმგებლობა სახელმწიფომ აიღოს. პირველი ინიციატივა უკავშირდება ნარკომანის ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებს, რომლებიც დღევანდელი მდგომარეობით, როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო სუბიექტების მიერ ხორციელდება. როგორც ცნობილია, ჩანაცვლებით თერაპიისთვის გამოიყენება ისეთი პრეპარატები, როგორიც არის მეტადონი და ბუპრენორფინი. საზოგადოებაში არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კერძო კომპანიების მიერ გაწეული მომსახურება ხშირ შემთხვევაში არა პაციენტის განკურნებას, არამედ მისთვის ნარკოტიკული საშუალების ლეგალურად მიწოდებას ისახავს მიზნად. იმ პირობებში, როდესაც კერძო კომპანიას აქვს პირდაპირი კომერციული ინტერესი პრეპარატის რეალიზაციის მაქსიმალურად გაფართოების მიმართ, ბუნებრივია მას აქვს ძლიერი სტუნება არა პაციენტის განკურნებაზე, არამედ პრეპარატის რეალიზაციაზე იყოს ორიენტირებული. ამგვარი პრაქტიკა სრულად უნდა აღიკვეთოს. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება სრულად აღგრძელოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ. კობახიძის თქმით, კერძო კომპანიებს ასევე აიკრძალებათ ქვეყანაში ფსიქოტროპული წამლების შემოტანა. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება. დღეს საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტს ახორციელებენ კერძო სუბიექტები. შესაბამისად, ამ სუბიექტებს აქვთ პირდაპირი ინტერესი ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარება ხელოვნურად წაახალისონ. იმისათვის, რომ ამგვარი პრაქტიკა მაქსიმალურად აღიკვეთოს, სრულად აიგრძელება ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება. გარდა ამისა, დაწესდება მკაცრი კონტროლი რეცეპტების გამოწერისა და მედიკამენტების გაცემის პრაქტიკაზე. მუდმივ რეჟიმში ყურადღებით დავაკვირდებით ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენების სტატისტიკას. ამ სტატისტიკის არსებითი შემცირება იქნება უთუარი ინდიკატორი იმისა, რომ სახელმწიფო ფსიქოტროპული მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ გამოყენება წარმატებით აღკვეთა. კობახიძე საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღების თხოვნით ოცნების პარლამენტს მიმართავს. მისი განმარტებით, ცვლილებების შედეგად ჩანაცვლებით თერაპიაში ჩართული პირები მედიკამენტების გარეშე არ დარჩებიან. იმ პროგრამების განხორციელებას კი, რომელშიც საერთაშორისო პარტნიორები და დონორი ორგანიზაციები იყვნენ ჩართული, საკუთარ თავზე სრულად სახელმწიფო აიღებს.